გმადლობთ ამ მართლაც სასიამოვნო განცხადებისთვის. მოწვეულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო, დიდი პატივია ამ კონფერენციაზე გამოსვლა და ისრაელში ყოფნა. ერი, რომლის ისტორიაც, გამძლეობაც და მიზანდასახულობაც ძლიერ სიმბოლოდ გვევლინება გადარჩენისა და გამძლეობის კაცობრიობის ისტორიაში. მე თქვენს წინაშე ვარ რესპუბლიკა სერბსკადან, რომელიც ბოსნია და ჰერცეგოვინას ორი ავტონომიური ერთეულიდან ერთ-ერთია და მომაქვს გზავნილი, რომელიც როგორც პოლიტიკური, ასევე ღრმად ადამიანურია. ეს არის გზავნილი თავისუფლების, სუვერენიტეტის, ისტორიული მეხსიერების სიმძიმისა და იდენტობის ძალის შესახებ და ჩვენი პასუხისგებლობის შესახებ. დავიცვათ თავი იმ ძალებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მშვიდობას, სტაბილურობას და თვით ჩვენს არსებობასაც კი. ჩვენ ვცხოვრობთ ღრმა გეოპოლიტიკური გარდაქმნის პერიოდში. გაშვებები, რომლებმაც ცივი ომის შემდეგ საერთაშორისო წესრიგი ჩამოაყალიბა, ახლა ეჭქვეშ დგას. უსაფრთხოების საფრთხეები, რომლებიც ადრე რეგიონულ საფრთხეებად მიიჩნეოდა, ახლა გლობალური გახდა. ასეთ დროს ქვეყნებს მოეთხოვებათ პასუხი გასცენ ფუნდამენტურ კითხვებს, მაგალითად, ვინ ვართ ჩვენ? რა ღირებულებებს ვიცავთ? რა გაკვეთილები მივიღეთ ისტორიიდან და რამდენად შორს ვართ მზად წავიდეთ ჩვენი თავისუფლების შესანარჩუნებლად. ისრაელი ამ კითხვებს თავისი დაარსების დღიდანვე აწყდება, მტრულ გარემოცვაში, სადაც მას არაერთხელ დაუპირისპირდნენ არა მხოლოდ მისი პოლიტიკის, არამედ მისი არსებობის უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით. ისრაელმა აჩვენა რაღაც განსაკუთრებული, რომ ერი შეიძლება დარჩეს დემოკრატიული, ინოვაციური, წარმატებული და თავისუფალი, მაშინაც კი, როცა მუდმივ უსაფრთხოების საფრთხეებს ეჯახებსა. ებრაელმა ხალხმა საუკუნეების დევნის შედეგად ისწავლა, რომ გადარჩენა სჭირდება ძალა, ერთიანობა, თვითდაჯერებულობა და ბოროტსა და კეთილს შორის განსხვავების მკაფიო გააზრება. მათ შორის, ვინც თანაცხოვრებას ეძებს და მათ შორის, ვინც განადგურებას ისახავს მიზნად. ისრაელის ისტორია გვასწავლის მნიშვნელოვან გაკვეთილს, რომელიც ღრმად ეხება რესპუბლიკა სრაბსკის სერბ ხალხს. ხალხმა არასოდეს უნდა მიიღოს პასიური დამკვირვებლის როლი ისტორიაში, როცა სხვები წყვეტენ მათ ბედს. Our histories. ჩვენი ისტორიები განსხვავებულია, თუმცა ჩვენს გამოცდილებებს შორის თვალსაჩინო მსგავსებებია. როგორც ებრაელმა, ისე სერბმა ხალხმა გადაიტანა განადგურების, დევნის, გადაადგილების, დემონიზაციისა და ჩვენი ისტორიული გამოცდილების წაშლის ან გადახალისების მცდელობები. ორივე მისწავლა, რომ ისტორიული მეხსიერება ტვირთი კი არა, აუცილებლობაა. ორივემ ისწავლა, რომ თავისუფლება სხვებისთვის არ შეიძლება გადაებაროს და ორივემ ისწავლა, რომ სუვერენიტეტი აბსტრაქტული იურიდიული ცნება კი არა, არამედ პოლიტიკური და ეროვნული გადარჩენის აუცილებელი პირობაა. თავისუფლება ჩვენთვის არასდროს ყოფილა ნაჩუქარი, ის ყოველთვის მსხვერპლის ფასად არის მოპოვებული. და თავისუფლება არ არის რამე, რაც ერთხელ მოგენიჭება და სამუდამოდ გარანტირებული იქნება. მას მუდმივად სჭირდება დაცვა პოლიტიკურად, მორალურად, ინსტიტუციურად და საჭიროების შემთხვევაში ფიზიკურადაც. თითოეულმა თაობამ უნდა დაიმსახუროს უფლება, რომ შეინარჩუნოს თავისუფლება და ღირსეულად გადასცეს შემდეგ თაობას. ალბათ, არსად არ ჩანს ეს საერთო გაგება ისე ნათლად, როგორც მე-20 საუკუნის ტრაგედიებში. ებრაელმა ხალხმა ჰოლოკოსტი გადაიტანა, სერბმა ხალხმა გენოციდი გადაიტანა ხორვატიის დამოუკიდებელ სახელმწიფოში. ასეთ ადგილებში, როგორიცაა იასენოვაცი, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი საკონცენტრაციო ბანაკი ოკუპირებულ ევროპაში, სადაც 700,000 სერბი ებრაელი და ბოშა სისტემატურად გაანადგურეს მხოლოდ იმიტომ, ვინც ისინი იყვნენ. მსხვერპლები სხვადასხვა თემებს ეკუთვნოდნენ, მაგრამ ბოროტება, რომელმაც ისინი მიზანში ამოიღო, ერთი და იგივე იყო. მე-20 საუკუნემ ებრაელებსაც და სერბებსაც მტკივნეული გაკვეთილი ასწავლა. სიძულვილი იწყება სიტყვებით, გრძელდება დისკრიმინაციით და მთავრდება ძალადობით. აუშვიცამდე და იასენოვაცამდე გზა ბევრად ადრე იყო დაგებული, ვიდრე იქ პირველი მსხვერპლები მივიდოდნენ. გაზიარებულმა ტანჯვამ შექმნა ურთიერთგაგების კავშირი, რომელიც დღემდე გრძელდება. ერებს, რომლებიც საკუთარ მსხვერპლებს ივიწყებენ, ემუქრებათ იგივე ტრაგედიების გამეორება. მეხსიერება ნიშნავს იმას, რომ მომავალმა თაობებმა ბოროტება დროულად ამოიცნონ, სანამ ის ახალ ფორმებში გამოჩნდება.
სერბი ხალხისთვის იასენოვაცის მეხსიერება მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარი შეხსენება არ არის. ეს ასევე შეხსენებაა იმისა, რომ 90-იანი წლების კონფლიქტის დროს იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ გაეგრძელებინათ ის, რაც იქ დაიწყო. ისინი ცდილობდნენ ფიზიკურად გაგვენადგურებინათ. დღეს კი ზოგი ცდილობს მსგავსი მიზნების მიღწევას პოლიტიკური გზებით, ჩვენი ინსტიტუტების და იდენტობის შესუსტებით, ჩვენი საკონსტიტუციო უფლებების უარყოფით. ისტორია იცვლის მეთოდებს, მაგრამ ყოველთვის არა თავის განზრახვებს. 2023 წლის 7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმების შემდეგ სრულიად ლოგიკური იყო მოლოდინი, რომ მსოფლიოს ყველა დემოკრატიული საზოგადოება ერთხმად დაგმობდა ამ ქმედებებს. თუმცა მსოფლიოს მრავალ ნაწილში, მათ შორის ბოსნიის მუსლიმური უმრავლესობის რეგიონში, ჩვენ დავინახეთ რაღაც ძალიან შემაშფოთებელი. ცდილობები, რომ მასაკრა შედარებით მსუბუქად წარმოეჩინათ, გამართლება მოეძებნათ დამნაშავეებისთვის, ან კიდევ რეალობა დაემახინჯებინათ ისე, რომ მსხვერპლები ბრალდებულებად წარმოეჩინათ. უმანკო მშვიდობიანი მოსახლეობის გვერდით ერთხმად დგომის ნაცვლად, რომლებიც მოკლეს, გაიტაცეს, აწამეს და დააშინეს, ბევრმა აირჩია იდეოლოგიური სოლიდარობა დამნაშავეებთან. დემონსტრაციები, რომლებიც პოლიტიკურ მოსაზრებად იყო წარმოდგენილი, ხშირად გადადიოდა ღია მტრულ დამოკიდებულებაში ისრაელის მიმართ და ზოგ შემთხვევაში ებრაელების მიმართაც. რესპუბლიკა სარებსკამ სხვა გზა აირჩია. ჩვენი ინსტიტუტები, პოლიტიკური ლიდერები და ჩვენი ხალხი ესმის ისრაელის უსაფრთხოების შეშფოთებები, რადგან ჩვენ ვცნობთ ერთ მარტივ პრინციპს. ვერცერთი ხალხი ვერ გადარჩება, თუ მათგან მოითხოვენ, აიტანონ ისინი, ვინც მათ განადგურებას ცდილობს. და ვერცერთი ერი ვერ გადარჩება, თუ მათ უნდა სთხოვონ მტრებს ნებართვა არსებობისთვის. ჩვენ როგორც სერბი ხალხი მტკიცედ ვრჩებით ერთგულნი ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისა და იმ უფლებების განხორციელების, რომლებიც გარანტირებულია დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებითა და ჩვენი კონსტიტუციით. 10 წლეულების განმავლობაში სხვები ცდილობდნენ განესაზღვრათ, ვინ არიან სერბები, რას წარმოადგენს რესპუბლიკა სერბსკა და რა უნდა იყოს ჩვენი ადგილი ბოსნია და ჰერცეგოვინაში. ჩვენ უარყოფთ ამ მიდგომას, ჩვენი კონსტიტუცია განსაზღვრავს ჩვენს პოზიციას. ჩვენ არ დაუშვებთ, რომ ჩვენი განსაზღვრა მოახდინონ მათ, ვინც გვადანაშაულებს და გვადემონიზებს. ეს ჩვენი უფლებაა, განსაზღვროთ ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბედი, ჩვენი ღირებულებები და ჩვენი მომავალი. ხალხები, რომლებიც სხვებს აძლევენ უფლებას განსაზღვრონ, ისინი და თავად უარს ამბობენ საკუთარი თავის განსაზღვრის უფლებაზე, საბოლოოდ კარგავენ თვითმმართველობის უფლებასაც. ეს პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ბოსნია და ჰერცეგოვინაში. 30 წლის შემდეგ, რაც დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებამ ომი დაასრულა, ბოსნია და ჰერცეგოვინა კვლავ რჩება ქვეყანად, რომელიც სუვერენიტეტის, ლეგიტიმურობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების საკითხებთან ბრძოლას განაგრძობს. ძალიან ხშირად საერთაშორისო აუდიტორია მხოლოდ ბოსნია და ჰერცეგოვინაში პოლიტიკური კრიზისების შედეგებს აღიარებს, ხოლო მათ მიზეზებს უგულებელყოფს. და ეს ერთადერთი ადგილი არ არის პლანეტაზე, სადაც ეს ხდება. რეალობა ისაა, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა რჩება ერთადერთ ქვეყნად თანამედროვე ევროპაშაში, სადაც არჩეული, არარჩეული უცხოელი ოფიციალური პირი ცრუ განცხადებებს აკეთებს, რომ კონდეს უფლებამოსილება დააწესოს ან შეცვალოს კანონები, გაათავისუფლოს არჩეული წარმომადგენლები თანამდებობიდან, შეცვალოს საკონსტიტუციო მოწყობა და დააკისროს სანქციები პოლიტიკურ პარტიებს, მაშინ როცა მოქალაქეებს არ აქვთ უფლება გაასაჩივრონ ასეთი გადაწყვეტილებები სასამართლოში. ჩვენი ზოგიერთი გამოცდილება წარმოუდგენელია დემოკრატიულ საზოგადოებებში. მაგალითად, არჩევნების დღესვე შეიცვალა საარჩევნო წესები. კონსტიტუციური მოწყობა შეიცვალა მმართველი კოალიციების ხელოვნურად შესაქმნელად. დემოკრატიულად არჩეული ოფიციალური პირები თანამდებობიდან გადააყენეს პოლიტიკური მოტივებით, რაც არ ეფუძნებოდა კონსტიტუციას. პოლიტიკური პარტიები ფინანსურად დასაჯეს ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცედურების მიღმა. სისხლის სამართლის კანონმდებლობა შეცვალა იმ პირმა, რათა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ არჩეული პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უარს ამბობდნენ და ემორჩილებოდნენ ასეთი უცხოელი ოფიციალური პირების მიერ დაწესებულ გადაწყვეტილებებს. ქალბატონებო და ბატონებო, ასეთი პრაქტიკა წარმოუდგენელი იქნებოდა ისრაელში, შეერთებულ შტატებში ან ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანაში. დიახ, ისინი ხშირად მართლდება როგორც აუცილებელი, როდესაც ბოსნია და ჰერცეგოვინაში გამოიყენება.
როდესაც რესპუბლიკა სარბსკა ეწინააღმდეგება ასეთ პრაქტიკას და ასეთ საშინელ ზომებს, ჩვენ წარმოგვაჩენენ როგორც მიამბოხეებს, რომლებიც ბოსნია და ჰერცეგოვინას ძირავს. რესპუბლიკა სერპსკა მუდმივად უჭერს მხარს დიალოგს, კონსტიტუციურ წესრიგს და დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების პატივისცემას. ჩვენ გვჯერა, რომ მდგრადი გადაწყვეტილებები შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ შიდა შეთანხმებების გზით და არასოდეს გარეზე წოლით. კონსტიტუციურ დებატებზე მიღმა კიდევ ერთი გამოწვევაა, რომელიც მოითხოვს გულწრფელ გააზრებას. ბოსნია და ჰერცეგოვინას წინაშე არსებული სირთულეები დღეს სრულად ვერ იქნება გაგებული, თუ არ გავითვალისწინებთ რადიკალური ისლამისტური მოძრაობების მემკვიდრეობას, რომლებიც ქვეყანაში 80-იანი წლების ომის დროს შემოვიდნენ. ათასობით უცხოელი მუჯაჰედი ჩამოვიდა ახლო აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და აზიიდან და ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა დარჩენილიყო იქ კონფლიქტის დასრულების შემდეგ. ზოგიერთმა მათგანმა იქ მოქალაქეობაც კი მიიღო. სელები, რომლებიც მათ შექმნეს, უბრალოდ არ გამქრალა მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერისთანავე. მათი იდეოლოგიური გავლენა ომის დასრულების შემდეგაც დიდხანს გაგრძელდა და ბოსნიის სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების ნაწილზე ზეგავლენა მოახდინა. აქ ირანის როლი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ის ბოსნიაში კონფლიქტის მხოლოდ პასიური დამკვირვებელი არ ყოფილა. ომის დროს ირანის სამხედრო სტრუქტურებს, სადაზვერვო სამსახურებს, მრჩევლებსა და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს ბოსნიაში მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა ჰქონდათ. იმ პერიოდში შექმნილმა ინფრასტრუქტურამ და ურთიერთობებმა პოლიტიკურ და იდეოლოგიურ დონეზე მყარი კვალი დატოვა. დღემდე ირანისა და სხვა აქტორების ოფიციალური წარმომადგენლები სარაევოში საჯაროდ იხსენებენ და ადიდებენ ეგრეთ წოდებლივ მოწამეებსა და მწყემსებს, ხოლო ეს ცერემონიები ხშირად ისტორიული მეხსიერების აქტებად არის წარმოდგენილი. მათ ერთდროულად აძლიერებენ უფრო ფართო იდეოლოგიურ ნარატივს და ინარჩუნებენ მის გავლენას ბოსნიაში. საკითხი თავად რელიგია არ არის. საკითხი მდგომარეობს რადიკალურ იდეოლოგიასა და პოლიტიკურ ექსტრემიზმში, რომლებიც რელიგიას იყენებენ როგორც ინსტრუმენტს მობილიზაციისთვის, რადიკალიზაციისთვის და საბოლოოდ კონფლიქტისთვის. ასეთი მოძრაობების მიზანია რელიგიის პოლიტიკურ იდეოლოგიად გადაქცევა და სახელმწიფოს რელიგიური დომინირების ინსტრუმენტად გამოყენება. ეს გამოწვევა არც ბოსნიაშია ახალი და არც სხვაგან. ამ ხედვის იდეოლოგიური ფესვები, რაც ბოსნიას ეხება, შეიძლება ვიპოვოთ ალია იზეთბეგოვიჩის ნაშრომებში, რომელიც 90-იან წლებში ბოსნიელი მუსლიმების ლიდერი იყო. რომელიც ამტკიცებდა, რომ არც მშვიდობა და არც თანაცხოვრება შეუძლებელი იყო ისლამურ პოლიტიკურ წესრიგსა და არაისლამურ ინსტიტუტებს შორის. რა თქმა უნდა, ეს ხედვა ფუნდამენტურად შეუთავსებელია პლურალისტური დემოკრატიის პრინციპებთან. თუმცა სამწუხაროდ ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი ცდილობდა დაერწმუნებინა ჩვენს და ალბათ თავიანთ თავიც, რომ ასეთი მოძრაობები შეიძლებოდა შემსუბუქებულიყო ან მართულიყო. გამოცდილებამ არაერთხელ აჩვენა საპირისპირო დაადასტურა, რომ როდესაც რადიკალური ისლამისტური მოძრაობები ჩნდება, ისინი გარდაულად ასუსტებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხელს უწყობენ შეუწყნარებლობას და აღვივებენ ძალადობასა და არასტაბილურობას. ისრაელი ამ რეალობას კარგად იცნობს, რადგან მას ყოველდღიურად ეჯახება. თუმცა ეს გამოწვევა ბევრად ცდება რომელიმე ერთი ქვეყნის საზღვრებს. ეს არის ბრძოლა ცივილიზაციასა და ექსტრემიზმს შორის, თავისუფალ საზოგადოებებსა და ძალადობრივ იდეოლოგიებს შორის. ეს არის არჩევანი მათ შორის, ვინც თანაცხოვრებას ესწრაფვის და მათ შორის, ვინც ბატონობას ცდილობს. და განსხვავება მათ შორის, ვინც სიცოცხლეს იცავს და მათ შორის, ვინც სიკვდილს ადიდებს. ამ მიზეზით დემოკრატიულმა საზოგადოებებმა უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ვიდრე ოდესმე. მათ უნდა გააზიარონ დაზვერვითი ინფორმაცია და გააძლიერონ უსაფრთხოების პარტნიორობა, რათა დაშალონ ექსტრემისტული ქსელები. სერბ ხალხს მწარე გამოცდილებით კარგად ახსოვს, რომ ისინი, ვინც ჩვენი გაქრობა ისურვეს, იშვიათად ქრებიან თავად. მათ უბრალოდ შეცვალეს თავიანთი მეთოდები. ერთ საუკუნეში მათ სცადეს ჩვენი განადგურება ბანაკებითა და მასობრივი მკვლელობებით. სხვა საუკუნეში კი პოლიტიკური ინჟინერიით, ისტორიული რევიზიონიზმით და მცდელობით წაერთვათ ჩვენთვის კონსტიტუციითა და საერთაშორისო შეთანხმებებით გარანტირებული უფლებები. ამიტომაც რჩება რესპუბლიკა SRPSK ერთგული თავისი იდენტობის, კონსტიტუციური სტატუსისისა და დემოკრატიული ლეგიტიმურობის დაცვის. არა იმიტომ, რომ დაპირისპირება გვსურს, არამედ იმიტომ, რომ ისტორიამ გვასწავლა, თავისუფლება მხოლოდ მაშინ ძლებს, როცა არიან ადამიანები, ვინც მზად არიან მისი დასაცავად. ეს ჭეშმარიტება კარგად იციან როგორც სერბმა, ისე ებრაელმა ხალხმა.
ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ თავად შევქმნათ ჩვენი მომავალი, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და ერთად ვიმუშაოთ, რათა მომავალ თაობებს უფრო უსაფრთხო სამყარო შევქმნათ. მოდით ერთად დავდგეთ. მოდით გავაგრძელოთ ერთად დგომა ანტისემიტიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ. მოდით ერთად დავდგეთ და გავაგრძელოთ ერთად გადგომა თავისუფლების დასაცავად. მომავალი ეკუთვნის მათ, ვინც მზად არის დაიცვას იგი, როგორც ჩვენ. მადლობა ყურადღებისთვის.